მოგესალმებით. მოგესალმებით. მე გახლავართ მიხეილ წულუკიძე და ჩემ გვერდით არის როგორც ყოველთვის გიორგი ლორთქიფერაძე. როგორ ახარ მიშა? მადლობა, თავად. კარგად. კარგი ამბები გვაქვს როგორც ვიცი. კაი ამბები გვაქვს. ჩვენ ვართ ოფისში, ვერვაში პინკ ჯორჯიას ცენტრალურ ოფისში, რომელიც მდებარეობს ბელიაშვილის 138 ნომერში. მოდი დავიწყოთ ჯერ ასე ახლები გვაქვს, რომ გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს. გვაქვს აქცია, რომელიც 10 ნოემბრამდე გრძელდება და ამ ყველაფერზე გიორგი მოგვიყვება. მოდი დავიწყოთ რა უნდა გქნას ადამიანმა, რომელსაც უნდა ავტომობილის ჩამოყვანა. არის ორი ვარიანტი ამ შემთხვევაში, ავტომობილები, რომელიც უკვე ჩამოყვანილი არის და გელოდებათ რუსთავის ავტობაზრობაზე და ასევე ავტომობილები, რომელიც შეგიძლიათ ჩვენი მეშვეობით ჩამოიყვანოთ ამერიკიდან, როგორც სადილერო პირობებით, ისევე საცალო მიმართულებაც გვაქვს, თუ დაგჭირდებათ კონკრეტული ავტომობილის შეარჩევთ მოგეწონება, თან შერჩევაშიც დაგეხმარებათ ჩვენი თანამშრომელი, ჩამოყვანაში, ყიდვაში და სრულ სერვისში მოკლედ მოგეხმარებით ყველანაირად. კი ბატონო, თავარია ვიცოდეთ რა თანხა გვიჭირავს ხელში და როგორი ავტომობილის სასურველია რა თქმა უნდა, რომ ბიუჯეტი ვიცოდეთ წინას. კი ბატონო, და ახლა თავარი ადამიანები, რომლებიც ეძებენ ავტომობილებს, მაგრამ არ იციან, რომ ეს ავტომობილები ჩვენ მაგივრად უკვე ჩამოვიყვანეთ. რა ხდება ჩვენს რუსთავის ავტოპარკინგზე? ხო, მთავარი მომენტი ის არის, რომ მანქანები არის ისეთ მდგომარეობაში, როგორიც არის ნაყიდი აუქციონზე, ისეთ მდგომარეობაში ჩამოყვანილი, ანუ არანაირი შეკეთებული, გადაკეთებული და ის, რომ ადამიანმა შეძლოს მივიდეს, რეალურად შეაფასოს რა დაზიანება აქვს ავტომობილს და თავისი გათვლებით მე მოიყვანოს თუნდაც ელექტრიკოსი იქნება, მექანიკოსი თუ სხვა ადამიანი, რომ შეაფასოს დაზიანება როგორი არის, იმისათვის რომ გადაწყვიტოს უღირს თუ არა ამ კონკრეტული მანქანის შეძენა და შემდგომ გაკეთება და ექსპლუატაცია. უთხრათ რომ რა განსხვავება მაგალითად ავტომობილს რომელსაც ყიდულობ საიტით შენ არ იცი ის ავტომობილი როგორი იქნება. ზოგს უწერია კი რა თქმა უნდა დაზიანებაც ჩაძირულია თუ არა, მაგრამ აქ ავტომობილი უკვე ჩამოყვანილია, დგას, შეგიძლია მიხვიდე. რა თქმა უნდა, გარანტია არასოდეს არ არსებობს აუქციონიდან ნაყიდ მანქანაზე, თუნდაც ტრანსპორტირებისასაც შეიძლება რაღაცა დაემართოს და მოკლედ ბევრი ნიუანსი არის და ბევრი ცოდნა უნდა სიურპრიზები ხო, რომელსაც არ ველოდებით, ხო? და აქცია რაში მდგომარეობს, მოდი ესეც უთხრათ, რომ საგრძნობლად დავაკელით ფასები. კი ბატონო. ყველა ავტომობილს. ესე იგი 10 ნოემბრამდე ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ფასდაკლება ყველა იმ ავტომობილზე, რომელიც დგას რუსთავის ავტობაზრობაზე ჩვენ სადგომზე, ვერვაში ფინგის ავტოპაპას სადგომზე, ავტოპაპას ტერიტორიაზე. შეგიძლიათ მობრძანდეთ, აარჩიოთ, იქვე ადგილზე ყველაფერი შეამოწმოთ და ელაპარაკოთ ჩვენ წარმომადგენლებს რუსთავის ოფისში, ვინც ყველანაირად კონსულტაციას გაგიწევენ და დაგაკვალიანებენ კონკრეტულ ავტომობილთან დაკავშირებით. კი ბატონო, და აი დაახლოებით უცებ რომ მიხვდეს ჩვენი მაყურებელი, ავტომობილი რომელიც საიტზე ეძებს, გააყვა თქვათ, მოიგო, ასე ვთქვათ, ხო, აუქციონზე და გადაიხადა $10,000, ის მანქანა ზუსტად $10,000 უკვე დგას ჩვენთან. კი ბატონო. აი ეს გამოკლებული გზის ფასი, გამოკლებული რაღაცა დანამატები და ასე ანუ საკმაოდ დიდი შეღავათი შეიძლება ზუსტად ის ფასი გვიდევს იმ ავტომობილზე. ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ ეს ყველაფერი, რომ მობრძანდებით თქვენითაც დარწმუნდებით, რომ ფასები გვაქვს ძალიან დაწეული უკვე ჩამოყვანილ ავტომობილებზე. ასე ვთქვათ, ლიკვიდაცია, როგორც იტყვიან, მიმდინარეობს ჩვენთან ნოემბრის. შეიძლება ეგრეთ კი და ჩვენ ყიდით ყველაზე იაფად ავტომობილებს და დარჩენილია 300 პლუს მინუს, ხო? 300-ზე ცოტა მეტი. ასე რომ იჩქარეთ და შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ გამოიწერონ ჩვენი გვერდი, მოიწონეთ და გამოყვევით, კი და ყველა სიახლეს გაიგებთ უკვე პირველები. კომენტარებიც დაგვიწერეთ, შევეცდებით თუ რაღაც დაგაინტერესებთ, გიპასუხოთ ყველაფერზე. მარტივად რომ დაათვალიეროთ ასევე ჩვენი მანქანები, შევბრძანდით MyAutos ვებგვერდზე და ძიებაში ჩაწერეთ W და რვიანი და ყველა იმ ჩვენ გასაყიდ ავტომობილს ამოგიგდებთ თავისი მაღალი ხარისხის სურათებით, ვინ-კოდებით და ყველაფრით, რომ ეგრეთ შეძლოთ გადამოწმება წინასწარ. კი, MyAutos და ავტოპაპაც. ორივეზე შეგიძლიათ. უბრალოდ უნდა აკრიფოთ W8. კარგი, მე და გიორგი დაგემშვიდობებით, მადლობა ამომწურავ ინფორმაციისთვის და ასე რომ მოგწერეთ კომენტარები და ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ. ნახვამდის.